ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ფიზიკური შრომა. ერთხელ უხუცეს პორფირს შევჩივლე, რომ მეტი აღარ შემეძლო. ამ დღეებში ისეთ მომქანცველ სამუშაოებს ვასრულებთ, რომ ხელფეხის განძრევის ძალაც აღარ მაქვს. რა საჭიროა მონასტერში ამდენი ფიზიკური შრომა? უხუცესმა სერიოზული სახე მიიღო და უმალ მიპასუხა. ღვთისათვის ჩვენი დაღლა და შემდეგ ამაზე წუწუნი და სინანული მომაკვდინებელი ცოდვაა. კარგად გაიგე ეს. ფიზიკური გარჯის გარეშე საწოლში წოლით სათნოება არ მოიპოვება. ფიზიკური შრომა ღვთის უდიდესი ძღვენია ჩვენ საცხოვნებლად და ღვთის მადლის მოსაპოვებლად. სხვები სიხარულით ტვირთულობენ დამცირებას, შრომას, შენ კი იტანჯები. უდიდესი ცოდვაა, როდესაც ქრისტესთვის ვშრომობთ, შემდეგ კი ვნანობთ და ვიტანჯებით. შენ ხომ ახალგაზრდა ხარ და ამბობ, რომ დაიღალე. შენ სასაკში მე ვფრენდი, ყველაფრის გაკეთება მინდოდა. ნუ უყურებ, რომ ახლა არაფრის კეთება არ შემიძლია. ვხედავ, რომ ძალიან დანებდი. ძველმა ადამიანმა შენში ნიადაგი ჰპოვა და განადგურებული ხარ. არა გამოფხიზლდი, ენერგიულად, ფხიზლად და სიხარულით იგალობე. სიკვდილის მოკვდინებას დღესასწაულობთ, ჯოჯოხეთის შემუსრას და სიხარულით ვუგალობთ შემუსრელსა მას მაცხოვარსა და ცხოვრების მარადიულ დასაბამს, მხოლოსა კურთხეულსა, მამასა, ღმერთსა და ყოვლა დიდებულსა. შესანიშნავად, მკვეთრად და აზრიანად გალობდა უხუცესი პორფირი და მითხრა, რომ მეც ასევე აზრიანად და ზედმიწევნით წარმომეთქვა ეს სიტყვები. დამლოცა, რომ ტექსტი დამესწავლა. შვილო, ღვთის სიყვარულით დაუღალავი ხდები. მე აქეთ-იქეთ მინდოდა სიარული, მინდოდა ბაღი მომერწყო, შეშა დამეპო და ამ ყველაფერს მუდამ თავმოდრეკით ვაკეთებდი. სიხარულით და მხიარულებით ვიყავი სავსე. გრძნობა ახსებული დავრბოდი, კი არ დავდიოდი, დავრბოდი. თუმცა მცხვენოდა უხუცესებს ჩემი სირბელი რომ არ ენახათ, ამიტომ თავიდან წყნარად მივდიოდი და შემდეგ მათ ცოტას რომ გავცდებოდი, გავრბოდი. თითქოს ფრთები მესხმებოდა. ყველაფერი რომ სწრაფად გამეკეთებინა და სწრაფად დავბრუნებულიყავი ჩემს უხუცესებთან. ეს იყო მადლიანი, ნამდვილად ანგელოზებრივი ცხოვრება. ჩემს კურთხეულ უხუცესებს დიდი მოშურნეობა ჰქონდათ. ისინი მეუბნებოდნენ, იქ წადი, აქ მოდი და მართლაც ბევრი სამუშაო გქონდა. მე სენაკის მეთვალყურეობა დამავალეს. სახლი მოვლილი იყო, რამდენიმე ზეთისხილი და ბაღიც გქონდა. მრავალ სამუშაოს ვასრულებდი, ხშირად ავდიოდი მთაში. ბუნებრივია სამუშაო მღლიდა, ხშირად ფეხები მაწყდებოდა, მაგრამ რა იცოდნენ ჩემმა უხუცესებმა, როგორ მომქცეოდნენ მე ბავშვს. თიდან 3 საათიანი გზით ვეშვებოდი, ხოლო მამა ივანიკე მეუბნებოდა, ხვალ პური უნდა გამოვაცხოთ, ამიტომ გაემზადე და ფიჩხი მოაგროვე. ვიღებდი თოქს და ფიჩხისთვის მივდიოდი მთაში. ხუცესები ხშირად მგზავნიდნენ მორებზე და კუნძებზე. ავიკიდებდი და ვეზიდებოდი მათ, როგორც განსწავლული ვირი. როცა სიმძიმისგან წელი ამტკივდებოდა, ჩემს თავს შევუძახებდი. აი მოგცხებ შენ, ბებერო ვირო, სიზარმაცე არ ვიცოდი, დიახ მართლაც არ ვიბრალებდი ჩემს სხეულს. მუხლები რომ ამტკივდებოდა, მათზე შურის ძიება მინდოდა. აი მოგხვდება შენ, ბებერო ვირო. და თუმც 17 წლის ყმაწვილი ვიყავი, ძალიან დიდ ტვირთს ავიკიდებდი და საკმაოდ დიდ მანძილზე ვატარებდი. სიზარმაცეს სრულებით არ მქონდა, ლოცვა მომწონდა და მაშინაც კი, როცა დაღლილი ვიყავი. უძლურებაში მყოფი უფრო მეტად ვეძებდი ღმერთს. ეს უნდა ირწმუნოთ და გაიგოთ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ეს და იგი სიყვარულის შედეგია. საქმე იმაში კი არაა, რომ შენ სწრაფად დადიხარ, ერთ საქმეს აკეთებ, მეორეს იწყებ, ბრუნდები და აკვირდები იმას, რომ ყველაფრის დამთავრება მოასწრო,
მორწყა, დაჩეხო, შეშამოიტანო, მთაში ახვიდე და წაიღო ხის ნაჭრები ხელსაქმისთვის. სიყვარულის წყალობით დაუღალავი ხდები და იცით სად მიდის მაშინ ცოდვები, მათ ყველას სძინავთ. გესმით, ასეთია სინამდვილეში მწირული ცხოვრება, ღირსეული, წმინდა, სამოთხისეული ცხოვრება. მე ყველაფერს დიდი სიყვარულით და სიხარულით ვაკეთებდი. პირველ ხანებში მხოლოდ სამუშაოზე დავყვებოდი ჩემს უხუცესებს, მეტი არაფერი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ უხუცესმა დამიძახა, სკვნილი მომცა და მითხრა, რომ ყოველ ღამეს მელოცა. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, მეტი არაფერი, არავითარი დამოძღვრა, არავითარი განმარტება. სკვნილის მოცემამდე მითხრა, აბა თავი მოიდრიკე, მე მთხვიე ხელზე და სკვნილზე, ჯვარს ემთხვიე რომ დაგლოცო და ღმერთი შეგეწიოს. ასე ვისწავლე სკვნილზე ლოცვა. სენაკს აქეთ, ანუ სენაკის გალავნის გარეთ უხუცესები თავდაპირველად სამუშაოდ არ მგზავნიდნენ. ყოველ საქმეს მხოლოდ სენაკში ვასრულებდი. შემდეგ ბაღში დავდიოდი, თოხნიდი, ვრწყავდი, ვჩეხავდი შეშას, ყველაფერს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემდეგ ხელსაქმეს შევუდგებოდი. ფიზიკური სამუშაოს შემდეგ ფსალმუნების საკითხავად დამაყენებდნენ და თავად კი მუშაობდნენ. მე ყველაფერს მონდომებით ვაკეთებდი და არ მსურდა ჩემი უხუცესები რამედ გამენაწყენებინა. მხოლოდ მათ მსახურებაზე ვზრუნავდი და მათთვის ხელი შეწყობაზე. ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მეტყოდნენ. ყველაფერს ზუსტად ვიცავდი. ვიმახსოვრებდი, რასაც მეუბნებოდნენ, გაკვეთილივით ვსწავლობდი. ყოველივეს გონებაში ვიმარხავდი და ვასრულებდი. მაგალითად, ჩემი ხელსაქმე იყო ხეზე კვეთა. ყურადღებით ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ ამას უხუცესები და ღამით დასაძინებლად რომ წვებოდი, გონებაში ვიმეორებდი, როგორც გაკვეთილს. ვიღებთ ხის ნაჭერს, ვხერხავთ მას და ვდებთ წყალში, რომ დასველდეს. შემდეგ ამოვიღებთ და ვაშრობთ. მთელ პროცესს გონებაში ვიაზრებდი, სულ უმნიშვნელო დეტალიც რომ არ დამვიწყებოდა, რათა ზუსტად ისე გამეკეთებინა, როგორც ეს მათ სურდათ. მეშინოდა არ შემშლოდა და არ გამენაწყენებინა ჩემი უხუცესები. ამიტომ მათ ნათქვამს ვიზეპირებდი. ისინი მიხსნიდნენ თუ რატომ უნდა მესწავლა ხელსაქმე. იცოდე შვილო, ხელსაქმე უნდა ისწავლო, სხვაგვარად აქ ვერ დარჩები. აქ შენ მონასტერში არ ხარ, ანუ კინოვია არ არის, სადაც დიდი ბაღებია, ვენახები, ბევრი ხილი. აქ უნდა იშრომო, რომ ორცხოვილა იყიდო. ამას მეუბნებოდნენ და ხელსაქმეს მასწავლიდნენ. ისინი რომ არ გამენაწყენებინა, დაძინებამდე ღამითაც ხელსაქმეს ვასრულებდი. დილით სამუშაოდ მზად ვიყავი, რასაც ვაკეთებდი, სიხარულით ვასრულებდი ყველაფერს. ვამბობდი, რომ ბერი უნდა გავხდე. ცნობის მოყვარე ვიყავი და მსურდა, რომ ყველა საგანი და ყველა საქმე ყოველ მხრივ და სიღრმისეულად შემესწავლა. ყველაფრის შესწავლა მსურდა. არა იმიტომ, რომ მოძღვრობა მინდოდა და ეს მე წამადგებოდა, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულისთვის. კურთხევა ავიღე უხუცესისგან, რომ მონაზვნად კურთხევის წესი წამეკითხა და 15 დღეში ზეპირად ვისწავლე იგი. გონების სიწმინდე რომ მქონოდა, მივეჩვიე უქმად არასოდევს ყოფილიყავი. ოთახში, სადაც ხეზე კვეთას ვეწეოდი, წმინდა წერილი იყო. გადავშლიდი და ვკითხულობდი ხოლმე. სახარების კითხვას მათეს სახარებით ვიწყებდი. წავიკითხავდი და მუშაობის დროს ჩემთვის ვიმეორებდი ამას. სახარების სიტყვებს მრავალგზის ვიმეორებდი და ახლაც კი მახსოვს იგი. ძალიან მიტაცებდა წმინდა სიტყვების დამახსოვრება და არ მღლიდა მრავალჯერ მათი გამეორება, რადგან მიყვარდა საღმრთო სიტყვები, ვგრძნობდი და ვუღრმავდებოდი მათ. მე მათ მთელი დღის მანძილზე ვიმეორებდი. არ მღლიდა მათი ყოველდღე წარმოთქმა. ლოცვის უდიდეს წყურვილს განვიცდიდი. უხუცესები დილით მიდიოდნენ
და ღამით ბრუნდებოდნენ და მე როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, წმინდა გიორგის ეკლესიაში მივდიოდი და ლოცვას ვეძლეოდი. და იქ რა ხდებოდა? ისეთ დიდ სიხარულს ვეძლეოდი, რომ არც კი ვჭამდი. არ მსურდა შემეწყვიტა ლოცვა, ვლოცულობდი, ვგალობდი, ვკითხულობდი, მარტო მივდიოდი იქ. კარგი ხმა მქონდა, მართალს ვამბობ, შესანიშნავი ხმა მქონდა. სატრაბახოთ არ ვამბობ ამას, არამედ იმისთვის, რომ ასე ვგრძნობდი. ძალიან კარგი ხმა მქონდა და როცა ვგალობდი, ჩემი გალობა ტირილს, მოთქმას გავდა. ეს იყო ქრისტეს სიყვარულის გალობა, ყველაფერი რაც გინდათ. ეს გუში ჩამწდომი მსახურება იყო და მე რაღაც ისეც განვიცდიდი, რომ სიტყვებით შეუძლებელია გადმოიცეს. ცოტა დრო რომ გავიდა, გავიზარდე და მოვძლიერდი. უხუცესებმა სენაკს მიღმა სამუშაოზე გამიშვეს. როდესაც მე მორჩილებას აღვასრულებდი და მიწისთვის წმინდა ნიფონტის გამოქვაბულში დავდიოდი, მივეჩვიე, რომ გონება უქმად არ მქონოდა, არამედ ვიზეპირებდი წმინდა წერილს, ფსალმუნებს და კანონებს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გონების სიწმინდე მქონოდა. მე გონებაშიც კი არ მქონია, რომ ეს ცოდნა გამომადგებოდა. მერე ხალხისთვის რომ მეთქვა, როგორც ამას ჩვეულებრივ მღვდელმოძღვრები აკეთებენ ხოლმე საუბრებისა და ქადაგების დროს. არასოდეს ფიქრობდი, რომ უდაბნოდან გამოვიდოდი. ეს არასოდეს მომსვლია თავში. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელ ცხოვრებას იქ გავასრულებდი და იქვე მოვკვდებოდი. მაგრამ ჩემი სურვილის და აზრების მიუხედავად იძულებული გავხდი, რომ მთაწმინდიდან გამგზავრებულიყავი.